ჯერჯერობით არსებობს. მე შეიძლება გადაეწყო რაღაცების საშლა ვერ გეტყვი. ჯერჯერობით მე მგონია აქ. აქ იყო შეკითხვა უტრირებული ცოტა ნოღაიძელის ხელისუფლება რომ მოვა მაშინ გამოიძიებენ თქვენ ძანეთ რომ გაწმუნებული ხართ რომ მოვა. როგორ ფიქრობთ როგორი ხელისუფლება უნდა მოვიდეს? როგორი ხელისუფლება უნდა მოვიდეს რომ ეს ყველა გამოიძიებს? ხელისუფლებასთან რომელიც დაიწყებს ამ საქმის რეალურ გამოძიებას. შეიძლება მე მქონდეს იმ ხელისუფლებასთან და მათაც არ ქონდეს. შეიძლება მე მქონდეს კონკრეტულად იმ ხელისუფლებასთან სიმპათია არ მქონდეს სიმპათია, მაგრამ ვინც დაიწყებს ამ საქმის გამოძიებას და მე დავინახავ და სერიოზულად აპირებს ამ საქმის გამოძიებას, მას მე აუცილებლად სიტანამშრომლობ. კარგი, ჩვენ გვახსოვს უკაცრავად ვახოსანაია კარგად იყოს გიორგი სანაიას ყველობის საქმე, როდესაც ფიქრობდა ბევრი რომ აი რომ შეიძლებოდა შევარდნაძის ხელისუფლება, მერე დაიწყებოდა ამ საქმის გამოძიება და გაიხსნებოდა რეალურად. თუმცა ახალი ხელისუფლების პირობებში უფრო მიავიწყდათ სანაიას ყველობის საქმე, ვიდრე შევარდნაძის დროს იყო და ბოლოს ადამიანი რომელიც მართლა ყველას დაგვავიწყდა, პრემიერ-მინისტრი 1 წლის განმავლობაში საქართველოსი გურგენიძე ვლადიმერი, რომელიც რატო მოვიდა, რატო წავიდა, იქნებ ვინმე გითხრათ, რატო დაგვავიწყდა საერთოდ ეს ადამიანი? წარმატებული პერსონა, ბატონო, თქვენი კომენტარიც მინდა აუცილებლად. თქვენ ეთერში მე ვთქვი, რომ სამთეში გურგენიძეს გაუშვებენ, ასე ვთქვათ, აცტავკაში. ეგ როდის თქვით? თქვენ ეთერში. გაშვებამდე 3 თვით ადრე თქვით, თუ რომ მოვიდა გაშვებიდან გაშვებამდე 3 თვით ადრე, დიახ. და ზვიად ქორიძე შემეკამათა რომ ეგ რაღაცა ორებს ლაპარაკობს. გურგენიძეს ფუნქცია იყო რომ 500 მილიონი მოეზიდა ევროპული ბონდებით და შემდეგ როცა უკვე ამ ფულის მოთხოვნა დაიწყო, იქ მოხდა კონფლიქტი. მე რამდენადაც ვიცი, ჩვენ გაზეთშიც დავწერეთ, რომ მას პანჩურიც მოხდა, როგორც ვიცით ჩვენ. პანჩური? რა ლაპარაკობს? ვინ მოარტყა? ვინ მოარტყა ახლა? ვინ მოარტყა? არ ვიცი, ეს უკვე ძალიან ველური ჭორებია, ამაშია საკითხი ჯორჯენ ტაიმს. ზოგს ხდება. ტელეფონი ზოგს პანჩური არა. მე მგონი გაძიადებულია ბატონო, მე ვერ დავიჯერებ, რომ ეს რამე საქართველოს პრემიერ-მინისტრები რეალურად დღეს მოდიან საკუთარი ფინანსური კეთილდღეობისათვის. აი პირდაპირ თქვათ რა. რაც შეიძლება გილა. ვისთვის მოვიდა საწავიდა? რატო დაგვავიწყდა ეს ადამიანი? შენ მეგობარმა და თქვენთვის საპატივცემულო ადამიანმა გია ხუხაშვილმა არაჩვეულებრივი შეფასება გააკეთა. მთელი ენერგეტიკა რუსების ხელშია, ხო? ენერგოპრო, რომელიც სხვათა შორის ნოღაიდელი დაეხმარა რომ აიღო, მთელი ჰესები, რაო და ასე შემდეგ სულ რუსების ხელშია, ხო? და გილაურის, რომელი გილაურის ნატურა, ეს არის ილიჩის ნატურა, ანუ რუსეთის ნატურაა ეგ გამოდის. გილაური რასაკეთებს? მენეჯერია ემსახურება ამ ენერგეტიკულ კომპანიას. კარგი, მაგრამ ბატონო პეტრე, ბოლოს სიტყვა არ ვასრულებთ უკვე გადაცემას, ახლა 5 ჯერ ვერ დაცვათ ერთ და იგივე შეკითხვას. თქვენ იქნებ შეაჯამოთ ჩვენ დღევანდელი გადაცემა და მე მაქვს ერთი შეკითხვა, ოღონდ ძალიან მოკლედ უპასუხოთ ამას. რაღაც ძალიან საშინელ ამბებს ყვებიან აი ხაზმობთან რომ პანჩური დაარტყესო ერთ პრემიერ-მინისტრს მეორეს ტელეფონი ესროლესო თქვენ კანცელარიაში დიდხანს მუშაობთ არა ცენზერა ეს ცენზერები ხარ ურთიერთობის ესეთი ფორმა მიღებულია კანცელარიაში პანჩური სროლა და ასე შემდეგ ჩემ დროს არ ყოფილა ეს ჩემ დროს მახსოვს ერთი ორჯერ ბენდუქიზმ შეიგინა დედა და უპასუხეს კიდევაც მაგრამ ეს ფიზიკურად არა ხო ყოფილა ფიზიკურად არ შესწრებდათ არაფერს ის რომ დღეს უკვე მთელი ქალაქი სავსე ამ ჭორებით გეგამ გალოვრიშვილზე რაც მე მაგასაც ავჯერა რატომ მაგჯერა ну რაც ვიცი მე ვიცი რომ ყვირილი იყო იმ დონისზე რომ 11 საათზე რყვიროდა მე 10 საათზე ისმოდა ყველაფერი ამას ბევრი შეესწრო ყოფილი თანამშრომელი თუ იქ ყოფი ადამიანი თუ სხვა მაგრამ ეს ფიზიკურად და ეს ტელეფონის სროლა არის შეიძლება ტელეფონის სროლა იყო მაგრამ აი ფიზიკური ცემა გურგენცთან დაკავშირებით ასე ყველასგან ის მაშინ მუშაობდა გარშემო და შენ ვიცი რომ არც ერთი დღე პრემიერის ფუნქციებს ეს კაცი არ გაკარებია ამიტომ არის აბა რა საკეთებდა ამიტომ დაგვავიწყდა ეთქობა ხო ის თავის ბანკის პრობლემებით იყო დაკავებული და ასე ამ პრობლემებით რომელიც სულ ძიმდებოდა მასობაში სანამ ასე ეს ხდებოდა ყველაფერი ასე წავიდა და ბოლოს თქვენ ბანკი დაკარგა თუ არ დაკარგა
კარგია საქართველოს ეხლა დაავალეს ნაბუკოს ლობირება, ხო? ნაბუკოს პროექტის ლობირება. ეს როგორც კემულარიას დაავალეს თავის როზეჯი ხან. ეს სამწუხაროდ აღმოჩნდა უკვე ესეთი კურიოზული ფიგურა, მაგრამ დასკვნა მოკლედ და უნდა დავასრულოთ. ჩვენმა საზოგადოებამ მთლიანად, ჩვენმა ხალხმა გააკეთოს დასკვნა, ჩვენ წინვალე საზოგადოება ყავს, ბევრი მოაზროვნე ადამიანი, რომ აი ეს ეტაპები, სამი პრეზიდენტის ეტაპი, რომელიც თავდებოდა ყოველთვის კრახით, ამჟამად კი დამთავრდა კატასტროფით და სააკაშვილის შედის ისტორიაში როგორც ტერიტორიის დამკარგველი ადამიანი, ხო? და ასე შემდეგ, აი ეს უკვე საბუთია იმისა, რომ შიგნით სისტემაში არის სისტემური დეფექტი, რომელსაც გამოსწორება სჭირდება. კარგი, გვაწესო რატო დაგვაუწყდა გურგენიძე? გურგენიძე, მე მგონი საქართველოსაც საუკეთესო გამოსავალი სწორედ ეს არის, რომ დავიწყოთ. ეს გამოდის, რომ არც არაფერი დაუშავებია და არც არაფერი გაუკეთებია. მე გეტყვით ადამიანმა, რომელმაც ასეთი დიდი მზაობით შემოიტანა $9 მილიარდიანი ვალი და დატოვა გაუსტუმრებელი და კაცმარიცის ის სადმე დაბანდდა თუ ჩამოიწერა დღენახევრიან სროლაში. საარჩევნო კომპანიაში დაეხლა. საარჩევნო კომპანია უკვე გასული იყო. ისინი ვალებს არ აბრულებენ მე. ტყუილია. ეს იყო სერიოზული მზადება საომარი მოქმედებებისთვის, მაგრამ მოასწრეს დავიჯეროთ დღენახევრიან საომარ მოქმედებებში $9 მილიარდი გასროლა. სად არის ის თანხა? იმის თქვენ კონკრეტულად მოდით რომელ თანხაზე საუბრობთ და კონკრეტულად? სესხი, ევროობლიგაციები, $9 მილიარდი პროფიციტული ბიუჯეტის ქვეყანაში. როცა 3-4 წელი ზედიზედ ბიუჯეტი არის პროფიციტული, სად იყურება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც თურმე არაფერზე არ აგებს პასუხს? და სად არის ეს ფული ახლა? ანუ ეგ რომ მე ვიცოდი, იქნება არ მოსულიყავი და რამეს უკეთეს საქმით დავკავდებოდი. მაგაშია საქმე, რომ არც ადამიანი არაფერს იღებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემას. და მე რო გითხრათ სადდევს, ნუ დამიჯერებთ იმ ზოგ არ ვიცი. კარგით, ვასრულებთ უკვე გადაცემას ბოლო სიტყვა სადაცია რა გამოვიდა. პრემიერიდან პრემიერამდე საერთოდ მივეც იმ დასწამდა, რომ ზედმეტია პრემიერი, მე პრეზიდენტიც რახან ზედმეტია, მაშინ პრემიერი მაინც გჭირდება, რა ვქნათ? ჩვენ სახმართველისგანაც შეგვიძლია ისეთი პიროვნების კულტი შევქმნათ, ამის ნიჭი გვაქვს, რომ თანამდებობის მოხშლით არაფერი არ შეიძლება. კარგით. თავარია ვისწავლოთ ნორმალური ურთიერთობა თანამდებობის პირთან და პირუკუ. უნდა შევეჩვიოთ განცდას და ჩვენში გამომივიშალოთ იმის მოთხოვნილება, რომ ნებისმიერი არჩევნების დროს მთავრობას ვარგულოთ ხელისუფლება, ძალაუფლება დავიტევოთ ჩვენთვის. კარგით, მოდიას მოусმინოთ და დავასრულოთ. ვფიქრობ, რომ ჩვენ ქვეყანაში ისეთი მართლობა ჩამოყალიბდა, როდესაც თუ ხარ ღერძი, ბურჯი ერთ-ერთი მაინც აი ამ მართლობითი სისტემის, მაშინ უნდა იყო ადამიანი, რომელიც მართლა ძალიან არ უყვარხარ შენ ქვეყანაში თითქმის არავის და ხარ ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი ცუდი რამე მოგეწერება. ქცევა, სიტყვა, ნაბიჯი და ასე შემდეგ. თუ ხარ გარედან მოსული შემთხვევითი ფიგურა, როგორც არიან ჩვენი პრემიერ-მინისტრები, თითქოს უნდა იყო უღირსებო ადამიანი და წინასწარ უნდა ეგუებოდე იმას, რომ შენთვის დიაგნოზი შეირჩიო, როდის წახვალ და რა დიაგნოზით წახვალ. აი ეს არის ძალიან დიდი უბედურება ჩვენი ქვეყნის. ეს არის მართლა სისტემური პრობლემა, რომ ან უნდა გადაიქცე მონსტრად, ან უნდა იყო უღირსებო ადამიანი. პრაქტიკულად თუ არ გინდა რომ იყო მონსტრი, არა გაქვს ამის მონაცემი და გაქვს ღირსება, არ უნდა გაეკარო ამ ხელისუფლებას არანაირი. დიდი მადლობა ყოველს გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბარიერმა ამით დღეს დაასრულა მუშაობა. პარასკევს ამ სტუდიაში მე დიდი იმედი მაქვს, რომ ალექსანდრე ელისაშვილი იმუშავებს, რომელიც იმ დრომდე უკვე გამოჯანმრთელდება. მე მომავალ შეხვედრამდე გემის მშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ.